ეხლა ასე ჩაკეტილ უბანში ბავშვი ბაგაბაღში არ მივყავს, სკოლაში არ მივყავს. ავადმყოფი ნახევარი წელია 6 თვე უკვე სხვა იმაში შვილის ოჯახში მყავს და სახში არ მივიყვა, ეხლა მოიყვანეს ზედა ისეთ. აქ ექი მიბჭირდება. ეგთან მიბჭირდება რაღაც სასწრაფოს ხომ გამოუძახებ, ვინ მოდის აქ გავაფეხით ვინმე? რა უკვე ასე მდგომარეობაში ვარ. ჩვენ მიცვალებური არ დაგვიგზავნოს ნორმალურად აქ. კინაღამ წყალმა წაგვართო, ადიდებული იყო წყალი, ფეხით გამოვასვენეთ ახალგაზრდა ბიჭი და წყალში ჩაგვივარდა ისე და ბიჭებმა ივარგეს თუ არა ეს სასაცილო რამ ხდება, სატირაი რო არ იყოს. აქ რამდენი კაცი დაიღუპა. აქ უხიდობის გამო ბავშვიც მოგდა, ხიდე რო ყოფილიყო, არ იქნებოდა ის ხვები. ეხლა ახალგაზრდა დღეს რომ ცხოვრობს, ეს ამაზე უარესი რა იქნება? ასეთ გაჭირებაში ვართ ყველა. ჩვენ არ თხოვნობ მაინდა-მაინც ასფალტი გაგვიკოთონ, არ თხოვნობ მანქანის ხიდი გაგვიკოთონ, თუ არ არის შესაძლებლობა, თხოვნობ რომ საცალფეხი ხიდი მაინც გაგვიკეთონ და ამას მაინც მოგხედო. ეკი მოსწრეს ჩვენთან არავის არ შეეძლო. მეზობლის იქით რომ წასულიყო და მინ რომ მოიყვანა, ამის საშუალება არ ჰქონდა. რა არის კაცო, ადამიანები ვარ, დეები არა ვარ. ცოტა ყურადღება უნდა მოგვაქციო. არჩევნებში ხომ უნდა თქმა? ამაზე უარესი ცხოვრება მაიმუნებს არა, ჩვენ რო ცხოვრება გვაქვს ახლა პირველი ყოფილი ადამიანები. გამგეობას თვითონ გამგებელს, ყველა გამგებელს ეურეს. ვინ არის ყველგან გვაქვს შეწუხებული და ყველას ჩვენ გაჭირება. რას გეუბნებიან? და პირდებიან დღეს ხვალ ზეგ და არაფერი არ არის. ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ გაერო შეთანხმება გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა იქამდე, რომ 20%-იანი თანადაფინანსებით დაიწყება ამ პროექტის განხორციელება უახლოეს დღეებში, მომავალი კვირიდან, ორშაბათს ან სამშაბათს.